შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტსა და ფონდ ღია საზოგადოებას საქართველოს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. პოლიციის მიერ დაკავების დროს ეჭვმიტანელის საპროცესო უფლებები საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში ემპირიული კვლევა და საუკეთესო პრაქტიკის ხელშეწყობა ეს არის პროექტის სახელწოდება. აღნიშნული პროექტი საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში დაკავებულ ან ბრალდებულ პირთა უფლებების დაცვის მდგომარეობის შესწავლას და პოლიციის თანამშრომლების მიერ ამ კუთხით არსებული გამოცდილების გასაუმჯობესებლად რეკომენდაციების შემუშავებას ისახავს მიზნად. ნამდვილად სასიამოვნოა, სამინისტრომ მიიღო ესეთ დადებითი გადაწყვეტილება, ეს დარწმუნებული ვარ წაადგება პოლიციას მისი გამჭვირვალობის გასაზრდელას და მომავალშიც იმედი მაქვს, რომ სამინისტროსთან გამოვიძოთ ამ კუთხით თანამშრომლობას და განხორციელდება მსგავსი ტიპის პროექტები. პროექტის პარალელში ექსპერტები 30 დღის განმავლობაში განთავსდებიან თბილისის, ქუთაისისა და თელავის პოლიციის განყოფილებებში, სადაც შესაძლებლობა ექნებათ დააკვირდნენ დაკავებულთა დაკითხვას. პროექტის განხორციელება შინაგან საქმეთა სამინისტროში ხაზს უსვამს სამინისტრო სისტემის გამჭვირვალობას, მის საქმიანობის კანონის უზენაესობის პრინციპთან შესაბამისობას, ისევე როგორც ანგარიშვალდებულების, ინფორმაციის საჯაროების და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პრიორიტეტულობას.